სახლის უკან ედგა ზუსტად სახლი. და ბაქრადე, იზა ბაქრადე. და ის ეხლა ჩვენ ეგრე მქონდა რომ ფშავი თემა დეიდაშვილმა ფიქრია მაკალათია მაიღო ნიკო მაკალათიას ქალმა ფშავი ვისაც ჩვენთან მუშაობდა და სადისერტაციო დაიღო იმან მე ხელსურეთი ალექსი ჭინჭარავმა დაისაკუთრა ტყუილა და მე ისევ მე დამტირდა აღწერა მე მთიულეთ გუდამაყარი ავიღე სადისერტაციო ხო და ტოპონიმიკა ხო? ტოპონიმიკა დიახ ხო და ეხლა რაკი გოგო იყო და ამ სოფლებს ფეხით ეგრე ვერ შემოვიდა გადავწყვიტე თერმა განყოფილებამ იზრდას მიეხმაროთო მე წამოვედი და ერთი თვე ვიყავით ამ ზემო იმერეთში საოცრება ვიყავით თეატრში აი თეატრლები ყავს ეს ჩვენი წყვილი მედია და თემური დიახ არის ზუსტად თეატრიდან არიან ეხლა თქვენ იქაური პოეტი ბიჭებით მეგობრები მყავდნენ კაცო აი თეატრიდან მარჯვენა ხეობის მარჯვენა მხარეს ქვემოთ ბაღლა ცხოვრობდნენ დიასტამიძე უშანგი კაპანაძე ხო არ გახსოვთ ხო გახსოვთ კაპანაძე და კიდევ იყო აღარ მახსოვს დიასტამიძე თუ არა დიასტამიძე არ იქნებოდა ხო და იქ რაც კაი პურმარილები თვითონ თეატრში მე იქ მაღლა მე ის გოგოები ერთად დადიოდნენ იქ ახლო სოფლებში და მე კიდე ცოტა შორ სოფლებში მისცემდნენ აი სათავისკენ იქით საბრალს რავით ფეხით დავდიოდი და სადაფკიცა მივიდოდი ერთოში შევიდოდი და მოვიკითხავდი ხნიერკად ვისგანაც მიმასწავლეთ რომ ჩამეწერა ტოპონიმია სოფლის გავიხედავდი და უცებ მოდის პურმარილი კაცი ყველი რაღაცებს კაცო ეთქოდი ხო ნუ ეს იმერეთში სხვანაირად როგორ შეიძლება რა ყოფილიყო არა გასაოცარი იყო რა ეგეთი სტუმარ ხო ტრაბახობთ ყველა ტრაბახობთ საქართველოში მე ეგეთი პურმარილები ეგეთი ის კი არა კაცო აი მაგრამ იმ თეატრის მაღლა დასავლეთის მხარეს რომელიც სოფელია აი თეატრლები დაგვეხმარებიან აბა დასავლეთის მხარეს თეატრის მაღლა რომელი სოფლები არისო აი აკერა ეს ჩვენი ხო რომელი სოფლები არის იწყება შუქრუთიდან შუქრუთი არის ხო აღარ მახსოვს ეხლა რომელა ამდენ მახსოვს და ყველა სვერი თვალუეთი ყელოვანა მანდაეთი უსახელო აი ამ საბჭოს თავმჯდომარესაგან მქონდა ყველა სოფელში პიროვნად ვიტამინსულიყა ხნიერკადთან ხოდა ამ სოფელში რომ ვიკითხე შევედი ეზოში დავდექი და გავიხედო და დიასახლში მოარბინებს ტრანსპერტ მე უთხრა ნუ შენ სწორად კარბონტონ რა ვიცი როგორც წესი არა და მსიან უნდა შეწყებულიყო მე უთხარი მოხუცო ეხლა მე სამუშაოზე ვიქცლები და ერთი გადავიდე ერთი კითხვით არა უთხრა მითხრა მე შირო აბა წამოდი აქაო
გამიყვანა, შემიყვანა მარანი. კონიო. რაც ხებავ გახსნია დიდი ნაპრალით, გადაწენილია ქვევრები. მეორე დამგუპესო, მეორე საკარი ავაშენო, აიო, აი ეს ქვევრები ვინ თარიცავს მეუპებო. არ უნდა დაგიო, ამა მაჩვარი უნდა რა უკრომას გადაუვარო, დავლეო, უთხარი. დავთხრენ ერთ კარგად დავლიან და სხვა კონტექსტში აღარ ამოვედი პირდაპირ იმ თეატრში სადა მაკინდელი ყავდა იქ ძალიან აღარ მაგდებს ეხლა ეს გვარი კაც ძალიან კარგი ოჯახი იყო და ამ თეატრში რაზე მუშაობდით? მივლინებით იყავით თუ? ეხლა? არა მაშინ იმ დროს თეატრში რა საქმეზე იყავით? ბანკრები იყო ჩვენი თანამშრომელი და იმას ვეხმარებოდით სოფლების შემოვლა და აღწერაში. მე კათხში გადავედი მე შეკიდამდეები და მე მე აი გარე სოფლებში ფეხით მარტო დავდიოდი. რომელი წელი იყო? ეს იყო საბრად 70-იანები. ანუ თეატრის აღწერა რომ მოხდა თქვენი წვლილი არის შეტანილი. კი. თეატრა 71 წელი იქნებოდა, იმიტომ რომ წაგი. ალბათ. აღარ მახსოვს ზუსტად და ეს გოგოები რა კი ერთ ვერილიდან სოფელში რაღაც დაიცა. ძირითადად თეატრა და თეატრის თავზე იყო მღვიმები იყო მგონი და აქეთ იყო კიდე აღმოსავლეთ რაღაცა აი სოფლებში ადიოდნენ საბაგიროები ერთობოდნენ იმით ადიოდნენ რაღაცებს და ეგრე აღწერებდა ხოგეუბნებით არ შევცვლوار ოჯახში და ეზოში რომ მეიქებდან აი ეს როგორც უპატისცემულოდ როგორ ისებულა. თეატრაზე რას გაიხსენებდით კიდე? თეატრაზე მე იმას გავიხსენებდი რომ თეატრში დამთავრებული ჰქონდა სკოლა გივი შეკნილებდი ხვალ გაიგიათ? არა. ჟურნალისტი. მე პირველად რომ ჩავიდითხე, როგორც ჩავუმბარე, პირველად ჩავუმბარე ჟურნალისტიკაზე და ჩავიდითხე. ეს წელი ჟურნალისტიკაზე ვისწავლე. მე გადავედი ნოდარანდულაძის დიდი აგიტაციით კავკასიურზე. არნოლდ ჩიქოვასთან. მითხრა რომ ამ ნოდარანდულაძემ რომ ძალიან გაინტერესებს რომ მეღორეებზე და მედროხეებზე წერილებიო და ხوار გონიაო შენ რომ შენ ადგინდა იმას დაგაწერინებენ მოდიოთ სერიოზულ საქმეს მივხედოთ და გადავედი და აი დიდი შეკიდაზე იყო თეატრელი ჟურნალისტიკაზე რომ ვიყავი მე ამ ბოლო ხან დუშეთში იყო მეუღლის ოჯახი იყო იქ თუ რაღაც იყო ფუტკარი წავდა იქ აღარ ვიცი ახლა იცით აღარ ვიცი მირეკავდა ხოლმე იქ ხშირად და აღარ მირეკავდა მე კიდე სულ შეტუხება დამირეკეთ იმასთან მომდებნეთ აღარ მინდა გაჩერებული ვარ თუ იმე დამირეკავს პასუხო ესენ პასუხობენ და მე და ის გივი შეკნილებდი იმანად მომცა მიცამართები აი ეს ნაფეთაები იქან რო გაიგებდნენ გივი შეკნილებდი კურსელი და როგორ ისა
კაცო, ამიტომ არ გეუბნებით, უბრალოდ დამაბარა იმ კაცმა და ესე ისე რა, მაგრამ საოცარი გულთბილი შეხვედრა რა, არ გიყურებენ, არ იმას უგდებენ ყურთ, არა, არა, იქვე აკეთებს ყველაფერს, ისრება იმ თვითი მაგიდა. ლევან ურუშადე იმას დედა ჰყავდა თეატრები. ვანკი თენდიოთუ, ვანკი თეატრის ოპერა. ხვანკი. თეატრად. ვანი, თეატრის ვანია. მაგრამ არა, თეატრში ჰქონდათ იმათაც რაღაც ნაცვლობა და ძირი რაღაცა ჰქონდათ. იმან რაღაცა ერთ-ერთ ქუჩა დაარქვა თავისი დედის ნაცვლობით რაღაცა დიდი მოღვაწის სახელი ქუჩას დაანქმევინა და იმ ამბავზე ვიყავით ერთი 10-12 კაცი ჩასული. ხო არ გახსოვს რა გვარი იყო? რა გვარი იყო ეს? ურუშადე. ანუ ურუშაძის ქუჩა. ეს ქუჩა ურუშაძის არის? არა, ურუშაძის კი არა. დამავით ახლა. არა, უშავს. აი, ვანკი ერთ-ერთი რაღაცა გვარი ეთრობა ის მეშურება ახლა. მაგრამ აი ხეობით მარცხენა მხარედ მაღლა თეატრი თავზე რაღაც თითქმის გასული იქ დაარქვეს სახელი აღრადიო ადგილი დავარქვათო და ვალადე ხო არა? ვალაძეები არიან კი? ვალადე, მე მგონი ვალადე დიდი მოღვაწე ვიღაც. და პირდაპირ მაშინ მახსოვს კლუბში თატარდა დიდი ისა და აღნიშნეთ კიდეც რომ ერთ-ერთი დიდი მოღვაწე რატო არ ვიცით რომ ერთხელ ჩვენო რაღაცა დიდი ამბით დაარქვეს ის სახელი ვალადე მე მგონი ვალაძის ქუჩა. ვალაძის ქუჩა. რა ვიცი კიდე რამთები ბევრი ამბები მქონდა იქ მაგრამ იმავით ახლა ეგრე მე მომდინ მაგ თითქმის მთელი საქართველო იქაც ვეხმარებოდი მე გამოვიყვანე ნივა თავრობის კაცმა კაცი შვილს დავეხმარე და იმან გამომაყვანინა სამაგიეროდ განყოფილებით ნივა და ამ ნივით მე ჩემ აღსაწერიმებზე ходავდი ძირითადად ფეხით, მაგრამ ეხლა თიანეთის რაიონში და ფშავში, ხევსურეთში, ულეთში, აზბეგის რაიონი კი გამოვიდოდი მანქანას გავაჩერებდი, მაგრამ მე ფეხით არ მივდიოდი ავტობუსით და ფეხით მან შემოვლინდი მთელი და აი ეს წყები ახლა გოგოები იყვნენ კიდევ წყები ზოგი ეს ბიტებით და რატომ იაროთ ფეხით როკაცო და დამყავდა ესე ქვემო ქართლი მესხეთი რავითი გურია სამეგრელო იმანთან ერთად დავლინი მაგ მთელი საქართველო და ყველა და დამრჩეეთი საოცარი შეგრძნება როგორი საოცარი ერთიანობა რა აი რაღაცა სტუმართმოყვარეობას და ადამიანობა ერთი ღირსება როგორი ერთნაირები არიან აი სამეგრელოში მაგალითად მოვხდი კითხი ვიყავ ჩაფსულებს ზღვაზე ხოდა რო ჩავედით მატარებლით იქებამე
რომ ჩამოვიდეთ ბარგი და მოგვაქვია ქალები, აბაბინები, გაფთაქირავებელი აღდა. გვახვია მაინც გამიხედო და იქით მოშორებით. კაცი დაეცე დოქტორ დაკნობი გაგიმებუნე. გავია მივედა. დიაკანს უთხარი, მინა გაგაფაქირებელი, მაგ. მე რატო არ მოდიხარ ახლოს. ამან ბერაკათებში ხوار შევერევიო. მომენტო ნოუკე. აბა დიაკანტო მე მოვდივარ ჩვენთან. მომყავთ თოლჩინი. მართლაც მოვიტანეთ ბარგი, გავავწეთ ტაქსში წავედ. აღმოჩნდა ნამდვილ მეგრულ ოჯახში. თავი მეგონა შევცურეთი. ბავშვები უკვე მოვიდნენ სკოლის მოსწავლეები იყვნენ, მაგრამ თბილისში რომ შევხვიდე ეგრე ოჯახში, აი ეს ბავშვები არ დაგასწრიან დიძმა და ლაპარაკს არ გასწრიან. თავდაყირად დგებიან. აქ ბუზის გაფრენად გაიგონებდით. ჩვენ ვსაუბრობთ, თუ ვინმე რაღაცა ცოტა ხმამაღლა გადახედავდა, თვალებს გადაუბრიალებდა თუმად. თავი ხელსვეთი მეგონა კაც. მე მოვიდოდა საღამოს ჩვენ მეორე სართულზე ვიყავთ, ცოტა თან კარგად გამართული სახლი არ ჰქონდა რა. ნახევრად გამართული, მაგრამ მე უფრო მწიამოვდა. აი გაკრიალებული სახლი არ იყო. თქვენი ბავშვობიდან თუ რამეა აი ამ წიგნებში? არა. მე ბავშვობაში მამან ჩემი რაკი ფოლკლორისტი იყო. მომთენა ხოლმე ფანქართ რეულა მაგზავნა რომელმე მოხუცთან. იყვნენ მოხუცები ვით კარებზე იდგნენ ეზოში და ვეღარ ამუშაობდნენ. დაუძრულებულები. მიუძლებოდი იმამ და იმამგან ვიწევდი სიტყვიერებას. ეგ იყო და მერე დაახლოებით სტუდენტობის შემდეგ. რომელი წელი იქნებოდა? სტუდენტობის შემდეგ დავიწყე იმას კი წერდი ახლა რაღაცა დღიურებს ვწერდი. ეს დღიურები მომიგროვდა რვეულები. ბევრიდა. ეხლა მე წიგნები იმდენი მქონდა გამოსაცემი, რომ იმათ არავინ გამომიცემდა. და ჩემთან იყვნენ არქივით წაიღეს მასალა. ლიტერატურის მუზეუმიდან. ლეონიდის სახელობის სრუარი. იქ წაიღეს და არქივი შექმნეს ჩემი. და იქ წავაგებინე ჩემი დღიურებით რა. როდის მეიქნებ დაინტერესდება გამოცემა. ეხლა მაგით აიხლა წელს, აიხლა 2 კვირის წინ გამოვიდა მეექვსე ტომი, ჩემი ბოლო ტომი. ამ ტოპონიმიკით. ამ მოკლე ხანებში იქნება აუცილებლად პრეზენტაცია. საპატრიარქოს ფონდმა დააფინანსა. და ისინი ჩაატარებენ, დაინტერესებულები არიან, პრეზენტაცია უნდა ჩაატარონ. ეს წიგნი მეორე მეფუტკრეობა ტელანოვთვის გამოდის, ახალი გამოცემა. მესამე მწერალთა კავშირში ჩაუფიქრებიათ მაყალა გონაშვილია იქ, თავმჯდომარე. იმან დაურეკე იცე, შესაძლებელად რომ
ქალბატონო მაყვან წელს 90 წელი მიცრულდება და არ მართლა ვიცით ბატონო გიგი თქვენ უკვე გეგმაში ხართ გამბადეთ პიგინო მესამე გიქნება მეოთხე პიგინი ფშაური ლექსიკონი 2000 წელს ნაჩქარევად გამოვეცი ცოტა 8000 ლიტრი მერე პენსიაზე რო გავედი 2006 წელს დამრჩა დრო ფშავში ბევრი მუშავე მოვიდოდა ვიღან ფშავენის სტუმრად მომტანი საერთოდ ვალაპარაკები და მოდიოდა სიტყვები ძალიან ბევრი მოვაგროვე პიგინები გამოვიდა ამ ხელაშილი პიგინიდან ამოვიღე ბევრი გავდადე და მეორე გამოცემა ორ მაგათ შეიცვალა რა თითქმის ამათ მე მგონი საჯარო კოკო განსახურდია შეპირებული ჩვენ გამოვცემთო და ვნახოთ იმიტომ რომ წელს 4 პიგინი არის გეგმაში ერთი უკვე გამოვიდა ხო გაიხარეთ მან კიდე გამოვცემი უკვე ფირდი არის შეტანილია კომპიუტერში ერთი 2-3 პიგინი კიდე არის რაღაცა რა ვიცი რა აი ეს პიგინები გამოვცემ თავარი და მე ალბათ სიბრიყნია ბევრი გეგმების დატყობა ისეა ჩემი საქმე რომ ფშავლები იწყიან ისე ვარ კილოს მიმდგარი როგორც მურყანი წყლის წირსაო ჯარეკ წერიათ ყველაფერი კარგად გექნებათ და თქვენ დიდხანს იწვევთ მურყანი წყლის წირსაო წყალი არაგვირო ადიდება დიახ შლიფ ნაპი და მეაბიება მურყანი წირსა და მე გადავარდება არაფერი აიგრე ვარ ისე ვარ კილოს მიმდგარი როგორც მურყანი წყლის წირსაო დავბერდი ბიდა გენაცრობს მე უღარ მიყრი ცეცხლსო თქვენ მახსოვრობაში წერილები ვინც იყვნენ როგორი მეგობრობა იყო წერილები კი წერილებთან დიახ აი ურთიერთშორის როგორი მეგობრობა ქონდათ ამ დროს იყო თუ არა კონკურენცია რამე არავითარი აი როგორ გითხარი ეგარ კონსტანტინე ლორთქიფანიდამებზე მიმიღო მიუხედავად იმისა რომ კონსტანტინე ლორთქიფანიდეს ყველა ამდრავდა კომუნისტები ისარიო ლაქიო არა მე იმ კაცი სხვა კაცი დავინახე კეთი მშობელი კაცი იყო და იმან დაინახა რომ კომუნისტებთან ბიჭო კიდაობა არ შეიძლება კრიანი კაცი იყო ანქება ერიდე ქართულ ნამქომი დამწერა კოლხეთის ცისკარი ანქოთ სკოლაში იყო როგორ სწავლდნენ ამ კონსტანტინეს კოლხეთის ცისკარს გაგაცნობ ყოველ წელს გამოდიოდა მილიონერი იყო კაცი ანგარაკები მანქანა ყველაფერი აიცეთ რომ იმან ხო გზა გამიკაფა მერე კონსტანტინე განსაკუთრებია ტიგნით რედაქტორი ვიყავ აი ეგეთ ტიგნებს მამბილებდა ხუტა ისეთი დობა მოვიპოვე ნიკერი ახალგაზრდა ყველა მაგოფილი ყოე გამომწი რედაქტორებს დობინდი იმით რომ ისინი ყველა წინადადებას ასწორებდნენ მე არ ვასწორებდი ეგრე როგორც სტილი იმითია რატომ უნდა გავუსწორო შეცდომად გავუსწორო გაუკვირდათ
ახალბედა რედაქტორიო ვიტო გულჩენა გვარდობა აიგრე გამიწენ დამიმეგობრდნენ ხოლოდ ჩაგრავდნენ იმით რომ დასაწყნებელი წიგნებით რეცენზიებს მემავანებდნენ გადასაკლენ მოსამსწორებელი წიგნებით ეს კავშირი კიდე მემლამტრავდა გიგი ხორნაული კაცო ვიღაცა ცნულელი კაცო ლექსებში ვერ ერკვევა ჩემ ლექსებს რომ კაცი დაიტუნა აი ესეთი ხალხი გამოდიოდა ხალხში მლამტრავდნენ და აი ეგრე იყო აბუ-ამი რეჟიმი მე აღმოვაჩინე როგორც წერან აი ეგრე დასაწყნებელი დამიდო მაგიდად ერთი განყოფილებით გამიგებ ფერმა შევეკითხე განყოფილებაში ყველა ვინ არის კაცი ეს კაცი გაიგიათ არავინ იცოდა ამდენი რომ წავიკითხე კაცო და მომენტონა და დავწერე დადებითი ეს განყოფილებით გამგე რანკი მე მანქებდნენ გადამეკიდა რაღაცა არ ამწყალობდა რა არ მოვწონდა იმიტომ რომ ის რასაც აფწორებდა იქ მე არ ვიყავ მაკოფი და უშიძე მე რომ რაღაცას რედაქტორობდი იმ წიგნში რაღაცებს რომ მეტისმენთ აფწორებდა მეუბნებოდი ბატონო იაგო ეს არ არის სწორი ჩემ წიგნში არ მინდა ეგეთი სწორება და გამოდიოდა რომ მე ვასწავლი და გადამემტერა აბა რა იქნებოდა ხოდა წავიდა და ხუთაბელულავასთან შევიდა რომ ეს თქვენი გიგი ხორნაულიო ვერ იგებს რაც აკეთებსო უარყოფითი დასაწერად მე დადებით დასწერსო იქ რაღაცებს მე მისწორებსო ვინ არის ეს თავხედი უვიცი არის ხუთაბელულავა დამიდახა ეს შემოვიდა ეს გველი შემოგძრავა უთემ დივარმა ქალმა შემოუთავია გიგი ხუთა გებრახი დავედი ვიტო შენო რაც აკეთებო იქო უარყოფითი რომ უნდა დაგეწერა დადებით რატო წერო კარგია ბატონო ხუთა და როგორ დავწერო უარყოფითი ვერ დავწერ მაშინო შენ თუ ვერ დავწერო უარყოფითი დადებიდან შენ დაუბედლე მაშინ წიგნო მე გეგმაში არ შევიტანო როგორ გინდა თითე გადამწყვეტე მე უთხრა მე უარყოფითი იმაში ვერ დავწერა მომწონს რაც კარგია აბატანი მომენტანი ერთი მოთხრობა მე გავარჩევ მასო აგეო ელდვარ უბილავა უკვე ხნერი კაცი იყო რედაქტორად უარყოფითი აქ დაწერილი თურმე იმ ელდვარმა იცოდა რომ ეს გადასახლებიდან იყო 12 წელი გადასახლებაში გამყოფი სტუდენტები რომ დაიჭირეს 42 წელში და გადაასახლეს აი მეთან ერთად გადასახლებაში რომ მე კიდე დაუმატეს თურმე ხოდა დაწერა უარყოფითი მე რა ვიცი და არ დაინტერესდა კარგიო დამიტოვე უმითრა ხუნტამენტ მომთხრობა წავიკითხო შენ წავიღებ და მე უთხრა ბატონო ხუნტამ თქვენ მოგიტანეთ ყველაფერზე პატარა მოთხრობა ყველაფერზე შედარებით მდარე და იქ მაგ მე გასწავლთ მოთხრობები
კარგი, მე ხვალე გეტყვი პასუხს. არ გასულა ნახევარი საათი და მოვიდა. შემოვიყვე დივანმა ისე. დივანმა გოგომ და ხუთა გეტანხის. დავედი შევედი. ვიდრე როდის აქეთ გაეშმაგდით ეს ხელსურები, რომ მეგრელებს დაუწევთ წვება. შენ შემომიტანა ყველაზე კარგი მომთხრობა, და მე უნდა ყველამ და ამამდე კარგებია იქ, კიო. უთხრა. ნამდვილად ეგრეა. მე არ გამწვევ დარც ვერც მოკუბრამენ ბატონო ხუთა. მათენ წარი მომიტანე თქვენი მოთხრობები. იმ თელ მოთხრობებს წავიღებ ამაღამ. კარგი ძალიან სასიამოვნო უთხრა. წაიღო ის ტიგი მოკლედ მივეცი და მეორე დღეს მე ადრე მივდივოდი ძალიან. იმიტომ რომ მქონდა სამუშაო და მაჩქარებდნენ წერილები, ვიწტილიანით მქონდა გიგი დაანჩქარება და მე თვაჩქარები როცა ტიგი მომწონა მუშაობდი გაქანებით. მივედი ძირითადად გავიხედო და ხუთად მოვიდა. ვიდრე მე ადრე მოვედი იმიტომ რომ მივასწრო ყველას რომ აქ მინდოდა გამეგდებინა კიდე კითხო. ეს რა მიყავიო ვიდრე გამათენებინე გამბეო ეს და უფრინო წინვალე მწერალდიო. მე მაგუბინა დედავატირე კაცი დაბედო მწერალი ვარ. ვერ უნდა გააკვირვო შავი და თეთრიო მაგით. გიგი შემოდიეხო აი ცოტა ხანში შემოდიევა. შევედი. მითხრა აი ეს ეხლავე გადაარჩინე შენო გადამარჩინე სირცხილსო. ამ მომთხრობებს ჭამბოამერე ყველა დამეტებოდა. ჩვენ მოგვეჭირებოდა თავიო. ეხლა ეს აიღე მიუტანეთ ეხრედაქტორ და ეხლა წაიღონ სტამბაში და დაიწყო ნაწყობა. არ უნდა ამას არც რედაქტირება არაფერი არ უნდა. ენა წინვალე თითის კაცო. ხო არ გახსოვთ იმ წიგნის სახელი? როგორ არა კაცო, დიალშოთა ბადია. დაინვეჭ და ის წიგნი გამოვიდა, მე ვარ რედაქტორი, აწერია იმას. გამოვიდა ის წიგნი. და მე წიგნის გამომწვის აღსანიშნავად ჭამბოამ ქეიფი გადაიხადა და დამირეკა.